მოგესალმებით. მოგიკითხავთ თვითონ თქვენგანს. როგორ ხართ? იმედია ხართ ახალი გაშლის განწყობაზე და მე ერთ-ერთი ჩემი აქტიური მაყურებლის თხოვნით მინდა გავაკეთო ასეთი გაშლა. ნანობს თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი თავის საქციელს თქვენს მიმართ. პირველ რიგში ვნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. რა ურთიერთობაა ახლა და ამჟამად? რა ხდება თქვენ შორის? შეიძლება აქ ვუყურებდეთ ისეთ სიტუაციას, როდესაც გაიარეთ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, რაღაც ერთი ეტაპი დასრულდა თქვენს ცხოვრებაში და ახლა ხართ განკურნების ფაზაში. არც თუ ისე მარტივი პერიოდი გაქვთ აქ გავლილი და ახლა ხართ იმ პოზიციაში, როდესაც იკურნებით ამ ჭრილობებისგან და ცდილობთ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. აქ ერთ-ერთი თქვენგანი მეორეს უწესებს ბარიერს. შეიძლება ეს ბარიერი იყოს უკონტაქტობა, დაბლოკვა, კონტაქტზე არ გამოსვლა, ჩაკეტვა თქვენიდან, ან თქვენ ჩაიკეტეთ მისგან. კიდევ რა ხდება თქვენს შორის? რაღაც განულდა, რაღაც თითქოს უპასუხისმგებლოდ მოიქცა ეს ადამიანი თქვენს მიმართ. ახლა ეს ადამიანი მხოლოდ დაკავებულია ფინანსების მოძიებით, სტაბილური სამსახურის შოვნით, ან სამსახურში აქვს ისეთი პოზიცია, რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და სურს მიიღოს ეს ფინანსური დივიდენდები და ზოგიერთ თქვენგანის შემთხვევაში ეს ადამიანი შეიძლება იმყოფება ქორწინებაში და სწორედ ამ ოჯახის კეთილდღეობისთვის შრომობს ძალიან ბევრს და გადართულია თავის ოჯახზე. მეგობრებო, ყველამ თქვენი მოირგეთ, რადგან ბევრი ენერგია ტრიალებს და იცით, რომ საჯარო გაშლა არ იქნება ყველასთვის 100%-ით რეზონირებადი, ამიტომ თუ სიგნიფიკაცია გეცნოთ, განაგრძეთ ყურება. მოდი ვნახოთ, თქვენ როგორ გრძნობთ, რა ენერგიებში ხართ ახლა? ერთგვარ ჩიხში ხართ, არ იცით როგორ გამოხვიდეთ ამ ჩიხიდან, რა გადაწყვეტილება მიიღოთ. ეს სიშორე, რაც თქვენ შორის არის, გაგდებთ გამოუვალ სიტუაციაში და ერთგვარად შებორკილი, შებოჭილი ხართ და გიჭირთ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. რა გადაწყვეტილებაა ეს? გინდათ იყოთ სამართლიანი თან ამავე დროს და ზოგიერთ თქვენგან შეიძლება სურს შემოაბრუნოს სიტუაცია, მაგრამ აქვს ჭიდილი საკუთარ თავთან, რამდენად მართალი იქნებით საკუთარ თავთან ან მასთან. ასე რომ გაქვთ ერთგვარი ჭიდილი და კონფლიქტი საკუთარ მესთან. მოდი ვნახოთ იმ ადამიანის
ენერგიები ახლა როგორ გრძნობს თავს. ეს ადამიანი შეიძლება რაღაც ფლირტის მომენტი აქვს ვინმესთან. შეიძლება დაიწყო ამ ადამიანს და მესამე ადამიანს შორის ურთიერთობა, მაგრამ რაღაც მომენტში ისე არ განვითარდა და გაჩერდა. ამ ადამიანს აქვს რაღაც ვალდებულებები ამავე დროს და კონცენტრირებას ვერ აკეთებს პირად ურთიერთობაზე, რადგან შეიძლება ფინანსური კრიზისი არ აძლევს ამის საშუალებას. მოდი ვნახოთ თქვენზე რას ფიქრობს კონკრეტული ადამიანი. ფიქრობს, რომ რაღაც მომენტში ბავშვურად მოიქეცით და აი სამყაროსგან მიღებული შანსი არ გამოიყენეთ და ერთგვარი ნიშნის მოგებით ამბობს, რომ ეს გაკვეთილია შენთვის. რა გრძნობა აქვს თქვენს მიმართ ჩაფიქრებულ ადამიანს? დამალული. თქვენ თუ ფარული პარტნიორები იყავით, ეს ადამიანი ახლა დაბნეულია, შეიძლება სიზმარშიც გხედავთ, ესიზმრებით. ძალიან ინტუიციური ქალბატონი ხართ მის თვალში, მაგრამ საშინლად გაბრაზებულია თქვენზე. მე არ გირჩევდით ამ ადამიანთან დაკონტაქტებას, იმიტომ რომ კარგი არაფერი გელოდებათ თუ ახლა აი ამ კონკრეტულ მომენტში მას დაეკონტაქტებით, იმიტომ რომ ბრაზის ენერგიები სჭარბობს დღეს მის რეალობაში და აქ არ გამოვრიცხავ, რომ ფარული ქალი იყავით მის ცხოვრებაში. კარგით, გადავიდეთ მთავარ კითხვაზე. ნანობს ეს ადამიანი თავის საქციელს თქვენს მიმართ? ნანობს? საკმაოდ ეგოისტი ადამიანია, საკუთარ თავზე და საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს, ახლა მხოლოდ შეფარვით შეიძლება გულში შეიძლება რაღაც ნანობდეს, მაგრამ ის არასდროს იტყვის აი ამას და ფიქრობს, რომ აი ის რაც დასანგრევი იყო და წასასვლელი იყო მის ცხოვრებიდან უნდა წასულიყო. ეს ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობს და საკუთარ კეთილდღეობაზე ისევ და ისევ. კიდევ დავაკონკრეტოთ, ნანობს კონკრეტულად ეს ადამიანი. არჩევანის წინაშე იდგა და თვითონ მან შეიძლება ამ ადამიანს შვილებიც ყავდა და აქედან გამომდინარე არჩევანის გაკეთება მოუწია ოჯახზე. აქ უეჭველი არჩევანია, გრძნობებს კეტავს და არაფრით არ ამჟღავნებს ეს ადამიანი. იმიტომ რომ გულნატკენია, ამბობს, დაიღალა ძალიან აი ამ სიტუაციით, დაიღალა ყველაფრით და კიდევ და კიდევ გეტყვით, რომ გაბრაზებულია. ნანობს? არ ნანობს, იმიტომ რომ ისევ გაბრაზებულია. ისევ გაბრაზებულია და სწორედ ამიტომ უმრავლესობის შემთხვევაში თვითონ მამაკაცი წავიდა ახალი ცხოვრებისკენ. ან დაუბრუნდა ოჯახს, აქ ასეთი ენერგია მოდის მეგობრებო. ასე რომ მე თქვენ ყველას გისურვებთ მიიღოთ თქვენთვის იდეალური ვარიანტი და ყველას ბედნიერებას გისურვებთ. მე გთხოვთ უკავშირზე გამოხვიდეთ, თქვენი კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაგელოდებით და მომავალ შეხვედრამდე დროებით.